ეს არის სივრცე, სადაც ყველა ხმა ერთად ქმნის სიმართლეს. ყველა სართულზე ყველა ხმა ერთნაირია. სტატუს მნიშვნელობა არ აქვს, თითოეულის ხმა მნიშვნელოვანია. იმდენი უბედურება ხდება სამყაროში, რომ ცოტა თავი თუ არ გავიხალისეთ ჩვენ თვითონ, მე მგონი სხვანაირად არ გამოვა. ვიღაცებმა თქვეს ლაიზა მენელისო, მე მგონია რომ არ ვიცი რა ვსკავარ. ელვის პრესლის მეგობრება.
დღეს არის 13 ოქტომბერი, სოციუმის არხს უყურებთ YouTube-ზე და სტუმრად ყავს ნუკი კოშკელიშვილი ამერიკიდან. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაგახსენდი და დამპატიჟე. პირიქით, მადლობა შენ. და პირველი თემა გვაქვს სილამაზე და ნუკის კოსმეტიკი. ბრენდი, რომელიც გახდა ნუკის ექსპრეშენი მსოფლიოს სცენაზე და არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ მისი ხედვა სილამაზეზე. და პირველი კითხვა გაასეთი, როგორ გაჩნდა იდეა ნუკის კოსმეტიკის შექმნისა. იცი რა არის, ძალიან ბევრჯერ მოვყევი და არ მბეზრდება ამაზე საუბარი. მე მინდოდა კარგი ხარისხიანი წითელი ტუშსაცხი. ამოვიდა ყელში ეს რაღაცა $40-იანი ჩვეულებრივი არაფრის მთქმელი ტუშსაცხები და მინდოდა რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი და კარგი. ანუ იდეაში გავაკეთეთ ჩემთვის. საერთოდ არ იყო იდეა იმისი, რომ მოდი გავაკეთოთ ნუკი კოსმეტიქსი. საერთოდ ეგ აზრათაც არ მოსულა, მე გავაკეთე ჩემთვის, მაგრამ როდესაც ეს ტექნოლოგიების შევკრიბე, გავაკეთე ის იდეალური ტუშსაცხი, მითხრეს, რომ ეს რაღაც 50 წელს ვერ გავაკეთებთ, ძალიან დიდი ბოდიშიო, უფრო მეტი უნდა გავაკეთო და მანდ ვიფიქრე, რომ კაი, გოგოები სულ მეკითხებიან ინსტაგრამზე რა მისვია და მოდი რა იმდენს გავაკეთებ, რომ იმათაც შეძლონ შეძენა და აი ეს რაღაცნაირად წინა საახალწლოდ გამოვუშვი წითელი ტუშსაცხი და იმდენად, ანუ მივხვდი, ჩემთვის ვაკეთებდი, ეს ხო არ იყო რაღაცა პროექტი, რომ მოდი ბიზნესი ავაწყოთ, ფული ვიშოვოთ. შესაბამისად, გოგოებმა რო იყიდეს და რო ნახეს, რომ აუ, ანუ ძალიან მაგარი ტუშსაცხია, მე დაიწყეს მოწერა, რომ მოიცადე, მე წითელს იმდენად არ ხმარობ, ნიუდი მინდა. გავაკეთე ნიუდი, ზუსტად ისევე, რომ აი კარგი და ხარისხიანი იყოს, რა ის შეფუთვა, რა ის წარწერა, მაშინ ინგრედიენტებიც არ მეწერა ზედ, აი უბრალოდ ვაკეთებდი ისე ჩემთვის, აი ჩემს გამოსაყენებლად ვაკეთებდი და მე უკვე დაიწყო რომ მოდი აბა ტონალურზე რომ მივედი, მივხვდი რომ თუ საქმეს აკეთებ ხარისხიანად უნდა გააკეთო და მაშინ დავიწყე მოძიება როგორ შეიძლება გააკეთო სერტიფიცირებული პროდუქტი. ანუ რა ეტაპები უნდა გაიაროს ამან იმისთვის რომ ეს იყოს უკვე რეალურად აი ყველა ევროპაშიც რო გავგზავნო, ამერიკაშიც რო შევძლო შესვლა, აი რაღაცა ეს იდეა გაჩნდა და მე დავიწყე უკვე რეალურად ამაზე მუშაობა და მართლაც აი პირველი პროდუქტიდან ჩვენ ვართ აბსოლუტურად სერტიფიცირებული დატესტილი პროდუქტი. ანუ როგორ ვიტესტებით, იცი, ისევე როგორც Estee Lauder, ისევე როგორც Elf, ისევე როგორც Rhode, აი ყველა იგივე გზას გავდივართ, ხანდახან ვზივართ Rhode-თან ერთად რიგში რაღაცის დატესტვაზე, ხო ეგენი ბევრად უფრო მარტივად უვლიან გზას ამ დატესტვის ამბებს, მაგრამ ხო, ვართ, აი ესე დავიწყეთ და მე აყვანებსაც აქვს, ხო შენი სატუცსაცი გამოყენებული. კი, ამერიკაში დილის გადაცემას და სულ ვიძახი, რომ დილის გადაცემასთან რაღაცა სხვანაირი კავშირი მაქვს თქვენ, რომ მეც დავიწყე ჩემი კარიერა დილის გადაცემით და ხო, დილის გადაცემაში ისე შემთხვევით მოვახვედრე, გავიცანი ვიზაჟისტი, ვინც მათ მუშაობდა და უთხარი რომ აბა სცადე თქო და ვცადო კი არა და მინდა რომ ჩემ წამყვანებს წაუსვაო და მე ისეთი მოთხოვნა წამოვიდა, რომ მითხრეს, რომ თუ შეგიძლია რომ მთლიანად ჩვენ გადაცემას შენი კოსმეტიკა მოგვიმარაგო და ესე ყოველთვიურად უბრალოდ თვის ბოლოს რაც უმთავრდებათ იმას უსწრებ და ანუ იქ რომ მოდის ბრედ პიტის სტუმრად იმასაც ნუკი კოსმეტიკს უსმევენ ხვდები შენ როგორი მაგარი ამბავია და ჯენიფერების ტონიც რომ მოვა ჯეილოდს და ანუ ყველა დილის გადაცემაში ამერიკაში ხო წარმოგიდგენია ჩვენთან ხო მოდის სტუმრად რაღაც ლელა წურწუმია ვიღაცა დიდი სახეები და იქაც შესაბამისად ახლა White Lotus-ის მთელი სტაფი ყავდათ წინა კვირას და ანუ ყველას ესვა რაღაცა ჩემი და მე ხო ვცნობ ამას ეს უსვი და მე დავმოღამე რომ ამერიკაში ჩვენი მომხმარებელი ქართველი გოგოები ვინც არიან იმიგრანტები ისინიც ცნობენ და აი დილას ვუყურებდი და თან ვისმევდიო ნაცსორის და თან დავინახე რომ ბუშის შვილს უსვია ნაცსორი ანუ აი ძალიან ისეთი მაგარი შეგრძნება იქნებოდა ხა ძალიან მაგარი შეგრძნება ეხლა კიდე რომ ვათქმები მაგათ რომ უსვიათ ეგეც ხო აი მე რა კარგი იქნება როდის იქნება ყოველდღე გადის დილის გადაცემა და ყოველდღე უსვიათ მაგრამ იტყვიან თუ არა ეგ უკვე სხვა დეპარტამენტია მანდ უკვე გული უნდა გადაიხადო რომ გითხრან და რეკლამა გააკეთონ კაი რას ნიშნავს შენთვის ეს ბრენდი ბიზნესის შრომა თუ პირადი გზავნილი ყველაფერი ერთად ეს არ არის ბიზნესი მართლა არა, დედას გეფიცები მე ვარ ერთადერთი ამ კომპანიაში, ვისაც ხელფასი არ აქვს. დღეს ფიქრობდი მაგაზე. მე არა მაქვს ხელფასი ნუკი კოსმეტიკში. ყველას აქვს, მე არა მაქვს. აი მართლა ყველაფერია
იმიტომ რომ აი რაღაცა რო დარჩეს რაღაცა იმას ეგრევე ვაბრუნებ და ეგრევე რაღაცების განვითარებაში მიდის. არ არის სწორი ალბათ, მაგრამ რაღაცნაირად ჯერჯერობით როცა ვითარდება ბრენდი და როცა ეს არ არის რაღაცა მინდა წავიდე მე ჩანთა ვიყიდო ძვირად ღირებული ან რა ვიცი მე მანქანა, ყველა ჩემ თანამშრომელს ჩემზე უკეთესი მანქანა ყავს, დედას გეფიცები. მე მყავს კვლავ აი ეს მიმაკვდავი ფიატი და ეს არ არის ბიზნესი, ეს არის ოჯახი, ეს არის ძალიან დიდი სიყვარული, ეს არის მესიჯი ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ უბრალოდ კოსმეტიკის ბრენდი და იცი რითი განსხვავდები და სულ ვიძახი რომ მინდა რომ ესე განსხვავდებოდეთ. არ ვუშვებ იმას, რაც უკვე არსებობს. ეხლა აი რაღაცები ხო არსებობს ბაზარზე, რომ მილიონი არის. იმასაც აქვს, ამასაც აქვს, ესეთი ბრენდიც არის, ისეთ მოლშიც იყიდება, ასეც მაგას არ ვაკეთებ, არავის კონკურენციას არ უწევ, ვაკეთებ იმას, რაც არ არსებობს. ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რაც მარტო საქართველოში კი აქაც არ არსებობს და სულ რაღაც ინოვაციურ რაღაცებს ვაკეთებ, რომ იყოს განსხვავებული. მეორე რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი არის ის, რომ გვინდა ვიყოთ мотиваცია, როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ასევე ჩვენი თანამშრომლებისთვის, რა რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მოინდომო და ყველაფერი გამოგივა შრომით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი. მე არ მინდა რომ გოგომ წაისვას ნუკის ტუჩსაცხი და იგრძნოს რომ არის ლუქს ბრენდი და იგრძნოს თავი ძვირად ღირებულად. არა. მე არ მინდა რომ წაისვას და იგრძნოს რომ ეს რაღაც აქსესუარია, რომელიც ჩანთაზე შეგილია, რომ რაღაც ლაბუბუ. არა. მე მინდა რომ იმან რომ წაისვას ეს ტუჩსაცხიც იცოდეს, რომ დღეს რო წავა პაემანზეც წარმატებული იქნება, სამსახურის ინტერვიუზეც ყველაფერი გამოუვა და საერთოდ ტუჩსაცხი მეასე ხარისხოვანია, თვითონ არის ყველაზე მაგარი. თვითონ გამოუვა ყველაფერი და ჩვენ უბრალოდ მის ზურგს უკან ვდგავართ იმისთვის, რომ ყველაფერი გამოუვიდეს. და გადაზიდის სერვისი გაქვს შენ, ანუ TikTok-ზე ხარ აქტიური და ვადევნებ თვალყურს, რომ გადაზიდის სერვისი გაქვს ქმარი, ბენი. ეს ამერიკაშია გადაზიდის სერვისი ქმარი ბენი. საქართველოში იკო მყავს ჯადოსნური, რომელიც ასევე ჩემი გადაზიდის სერვისია, რომელმაც ეხა 17 კილო დაიკლო ბუნების ოზემპიკზე, წარმოიდგინე ჩვენს ვიტამინებზე 17 კილო ასე ხარ. და აი უკვე ისეთი გადამზიდი ყავს. ძალიან ტანწერწეტა. რამდენად რთული ამერიკაში პროდუქტის წამოწყება და საკუთარი შედის შენარჩუნება? ძალიან რთული. ამერიკაში კონკურენცია სულ სხვანაირი არის და ანუ ხორ ხადაო. ვიღაცას რო ეთქვა, რომ ამ ხელა გზას გაივლიდიო და ესეთ პრობლემებს შეხებოდიო, ალბათ არც დავიწყებდი, იმიტომ რომ საქართველოში ერთია, საქართველოში ძალიან ბევრი რაღაცა შემოდის კაცმარიცის საიდან, იყიდება როგორც გინდა, რანაირადაც გინდა. ამერიკაში ეგრე არ არის. ციხეში წახვა, ელემენტარულად, აი ციხეში წახვა, თუ რაღაცა გაკლია, თუ რაღაცას ყიდი ისე, რომ არ გაქვს ამის სერტიფიკატი, შემოწმება, ლიცენზია. აი იმდენი რაღაცაა, რომ არ ვიცი, ანუ ბოლოს ვიძახი, მეც ამწონეთ და მეც შემამოწმეთ და მეც ამფხიკეთ და ისე იმასაკენით თქო, მაგრამ ეხა უკვე ეს რაღაცნაირად გადავლახე, უკვე ვისწავლე ეს გზები და უკვე აი ხა ნელ-ნელა ფეხს ვიდგავთ, ეხა ნელ-ნელა რაღაცნაირად ვსწავლობთ ჩვენ შეცდომებზე და რაღაცები გამოგვდის. ნახოთ, რა ვიცი, მე ძალიან იმედიანად ვარ. რამდენად არის მამაკაცებისთვისაც პროდუქტი შეთავაზება და ხომ არ გექნება ხაზი მათთვის? იცი, ჩვენ გვქონდა სუნამო მამაკაცების, რომელიც გაიყიდა აი წამში, მაგრამ უბრალოდ აი მე ხა ეს სუნი ძალიან მომწონდა და იმიტომ გავაკეთე მამაკაცების სუნამო ეგ. მე რაღაცა მე არ მესმის კარგად მამაკაცების. შესაბამისად, არ მინდა რაღაცა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს იყოს კომერციულად, აი просто ბიზნესი და მოდი მივყიდოთ? არა. უნდა გესმოდეს, რომ გააკეთო რა, აი მართლა უნდა იცოდე რა პრობლემა აქვს. ქალის ვიცი, იმიტომ რომ ის იმდენი პრობლემა მაქვს მე თვითონ. ტუჩი დაღრეცილი, კანი პიგმენტური, აი ყველაფერი გესმის და ვაკეთებ ჩემიდან გამომდინარე, ჩემი დიდან გამომდინარე, ვიღაც მეგობრებიდან, კაცი კაცმა არ იცის რა უნდა, ეხლა მე რა ვიცი რა უნდა, მაგრამ კანის მოვლა, სახის მოვლას ძალიან ბევრი მამაკაცი იყენებს, იმიტომ რომ ფანტასტიურია. ვიტამინებს ძალიან ბევრი მამაკაცი იყენებს და ფანტასტიკური შედეგები აქვს. ანუ რაღაცები ისე მოხდა, რომ არ იყო გათვალისწინებული მამაკაცებისთვის, მაგრამ წაიღო მამაკაცებზეც. ბენი ხო არ გეკნავს? ხო არ უნდა ბენისაც? ბენმა რო გააკეთოს თავის ხაზი. არ ვიცი. თუ გააკეთოს, მაგრამ იმდენს ხედავს, მე რამდენს ვწვალობ, რომ ეჭვი მაქვს, რომ იტყვის, რომ დამანებე თავი მაგის ნერვები არ მაქვს. როგორ ფიქრობ, სილამაზე უფრო თვითგამოხატვის ფორმა თუ სოციალური წნეხი დღეს?
არ მინდა რომ იყოს სოციალური წნეხი, მაგის დედაც ვის არავის არ დაუჯეროთ და არანაირ ნორმებს არ მიყვეთ, ვინ დააწესა რა არის ლამაზი. აი ვინ თქვა რომ პატარა ცხვერია ლამაზი თუ დიდი ცხვერია ლამაზი, დიდი ტრაკია ლამაზი თუ პატარა ტრაკია ლამაზი. მე რა ვიცი, ყველას სხვადასხვანაირი მოგწონს. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია. მე ვფიქრობ რომ სილამაზე მოდის შიგნიდან. აი ამაში ვარ 100% დარწმუნებული, როგორი კრასავიცაც არ უნდა მომიყვანო, ან კრასავეცი და დამიყენო და თუ შიგნით უდუხს არანაირად არ იქნება ის ლამაზი, აი არანაირად ის გამოდის, გინდა არ გინდა რაღაცნაირად გამოდის შიგნიდან და რო იყოს არა ასე ვთქვათ სტანდარტების მიხედვით ლამაზი, ხო იცი გრძელი ფეხები ლამაზი ის რა ეგ რო არ კონდეს, მაგრამ შიგნიდან იყოს ლამაზი ადამიანი ის ორ წამში ისე ლამაზდება თვალში, ისე გამოდის და გამოირჩევა და იმდენად კარგი ხდება, რომ ვეღარ ხედავ რომ უინახე რაღაცა თვალი აქვს სხვა ან რავი მე რაღაც არის მე არც მე ადამიანებს არ ვაფასებ რაღაცა სტანდარტული სილამაზის აი ამ რაღაცა სტანდარტებს არ მივყვები რა ჩემთვის ლამაზი არის საინტერესო განსხვავებული თავისებური თავდაჯერებულობა არის ძალიან ლამაზი მოკლედ გააჩნია რა დარწმუნებული ვარ ახლა მე და შენ დავიწყოთ საუბარი ჩვენთვის ვინ არის ლამაზი შენ იტყვი ერთს მე ვიტყვი მეორეს და ყოველთვის ვიკამათებთ იმაზე რა არის სილამაზე და სილამაზე მოდის შიგნიდან იყავი შიგნიდან ლამაზი და თავდაჯერებული და ყოველთვის იქნება ყველაზე ლამაზი მეორე თემა გოგეს არის პარიზის მოდის კვირაული და პირველი კითხვა მაქვს როგორ მოხდა შენი მაკიაჟი პარიზის მოდის კვირაულსა ну იცი როგორი ამბავია მაკიაჟი მოდის კვირაულზე ცოტა ხო იცი არ ხვდება არანაირ ლოგიკაში და რა თქმა უნდა შემოთავაზება მე არ მიმიღია შემოთავაზება მიიღო ტანსაცმლის ბრენდმა ესეც ხდება მოდის კვირაულზე ყოველთვის თუ სპონსორი არ ხარ და მე არ ვიყავი სპონსორი ყოველთვის შემოთავაზებას ანუ მონაწილეობის შემოთავაზებას იღებს ტანსაცმლის ბრენდი ამ შემთხვევაშიც ასე იყო ბრენდმა მიიღო შემოთავაზება და თვითონ უნდოდა რომ ვიღაცა კიდე შემოერთებინა. აი რაღაცნაირად ესეთი ხედვა ქონდა რომ კიდე ვიღაცა შემოერთება უნდოდა და ისე მოხდა რომ ჩვენ საუბრობდით ზაფხულში უბრალოდ და შემომთავაზა რომ ხომ არ გინდა რომ რაღაცა განსხვავებული გავაკეთოთ და პირველად აი ამდენი წლის მანძილზე პირველად დავინახე რომ კი ეს რაღაცა კარგი შეიძლება გამოვიდეს, იმიტომ რომ აქამდე მქონდა რაღაცა შემოთავაზებები, მაგრამ ხო გეუბნები რა, სარეკლამო, არა შემოქმედებითი და ამ შემთხვევაში ეს არ იყო სარეკლამო, ეს არ იყო სასპონსორო და უკვე ჩემთვის საინტერესო იყო. მაგრამ თან ახლა ხო არ უნდა გაგიჟდე და ახლა მარტო კოსმეტიკას ვინ დაპატიჟებს რა სისულელეა, ვის რა შეაინტერესებს კოსმეტიკა Fashion Week-ზე. Fashion Week-ი არის ტანსაცმლის წარმოდგენა და ამიტომ აი მათთან ერთად უკვე სხვანაირად დავინახე ეს ამბავი და უკვე მომეწონა და თან ნუ ისეთი ლამაზი კოლექცია აქვს თვითონ მომავლის რო შეიძლება შეიშალო და არ ვიცი ვერ გადარჩე ძალიან ლამაზია და განსაკუთრებით ქართული ორი ქალი ორივე რაღაცა შემოქმედი უკვე დავინახე სხვანაირად და ორივე დავემთხვიეთ ამ ხედვაზე რომ აბა აქსესუარად გამოვიტანოთ. კი არ წაუსვათ სახეზე, ხო ეხა ეგ გაკეთებულა არაერთხელ. მოდი რა თვითო პოდიუმზე გამოვიაროს მაკიაჟმა ტანსაცმელთან ერთად, იმიტომ რომ ქალის უშუალო ნაწილიც ცხოვრების არის მაკიაჟი. გინდა არ გინდა, კი ტანსაცმელი, მაგრამ ასევე მაკიაჟი ყველას გვიგდია ჩანთაში რაღაცა მაინც და ესეც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და აი რაღაცა ერთად გამოვიდა და ისე მოეწონათ ორგანიზატორებს, რომ რაღაცნაირად აი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია თვითონ ამ თეატრალურობამ და ხო იცი ქართველებს ახასიათებთ მარტო ჩემ თავს არ შევაქებ რა ყველა ქართველს ახასიათებს რომ რაღაცა განსხვავებული შესტანოს ნებისმიერ ადგილს სადაც მიდის და აი ჩვენც ესე გამოგვივიდა რომ ძალიან განსხვავებული იყო ანუ როგორც იცი მოდის კვირაულზე არის ყველა დღეს არის სხვადასხვა რაღაცები დღეში შეიძლება 10 რაღაცა ხდებოდეს და ჩვენ მაგ დღეს დავხურეთ ეგ დღე ანუ ბევრი გამოსვლა და მე ბოლოს ვიყავით ჩვენ და მართლა ფურორი იყო ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა აი როგორც ზნობ ახლა მე თან სცენას მიჩვეული ვარ და ვიცი როცა აი რაღაცა კარგი გამოხმაურება თუ ცუდი გამოხმაურება ამას ხვდები თავიდანვე და აი ბოლოს რო გამოვედი მივხვდი რომ აუ ძალიან დიდი ფურორი მოახდინა ამ ერთობლიობამ ეს არ იყო რაღაცა მაკიაჟი მხოლოდ ან ვაიმე განსხვავებული შოუ არა ნუ ფანტასტიკური მაჰენტენდესია შენი გამოსვლა კი მე უკვე საინტერესოა ეს რაღაცნაირად
განო ყველაფერი რო გიხარია, ხო იცი, ისეთი მომენტია, ისეთი კვირა გვაქვს, რომ ყველაფერი გვიხარია. ძალიან ემოციური იყო და თან აი ძალიან ორსულად რო ვარ და ძლივს რო დავფახფახებ. ეგეც თავის რა საშუალება. გიხდება? მოგიხდა ის. გავიტოვო, ხო? დავჭეს. მე მგონი დავჭები ორსულად. იცი რამდენმა მომწერა, როგორ გიხდება ორსულობა, ეს უნდა დარჩევა და როგორ უნდა დავჭეს. მაგრამ არ მოგიმაწია, ხო? ძალიან ბევრი მოვიმატე. ძალიან ბევრი მაქვს მომატებული. ანუ აი დედამიწის ხელა საჯდომი მაქვს ახლა. აი ახლა დედამი, აი ხედავ ხელები არეტევა შენთან კადრში რო გაჩვენებ ზომას. ძალიან მოვიმატე. უკვე მაქვს მომატებული 20 კილო. არ გეტყობა. არ მეტყობა, იმიტომ რომ ესე მხედავ ახლა, ბაბკე. მესამე თემა გვაქვს ოჯახი, დედობა და ამერიკული ცხოვრება. როგორ ახერხებ კარიერას, ოჯახსა და პირად ცხოვრებას ერთმანეთში? მე ვფიქრობ, რომ თუ გინდა რომ იყო რაღაცაში წარმატებული ოჯახში, კარიერაში, დედობაში, მაშინ ყველა ეს ელემენტი ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს, იმიტომ რომ ნახე, შენ თუ კარიერისკენ მიისწრაფი, ხო რაღაც მუშაობ. ნუ კარიერა მოდი დავარქვათ ნებისმიერ სამსახურს. და სახში არ გაქვს ამის მხარდაჭერა. ესე იგი, სამსახურში ბოლომდე ვერ იქნები ინვესტირებული, ხო? აი წარმოვიდგინოთ, რომ მუშაობ, არ ვიცი მე, ხარ ბუღალტერი. თუ სახში სულ ვიღაცა გიტრაკებს იმაზე, რომ სამსახურს დიდ დროს უთმობ და რაღაცა, სამსახურში ვეღარ იზამ იმას ისე კარგად, როგორც იზამდი. თუ სამსახური არ გაძლევს საშუალებას, რომ სახში იმდენად ყურადღება მიაქციო, მერე სახში ვეღარ აქცევ ისე ყურადღებას. თუ ცოლსა და ქმარ შორის არის უთანხმოება იმაზე, რომ კარიერა თუ რაღაცა, მერე ეს ბავშვზე გადადის აუცილებლად, იმიტომ რომ ბავშვებნები გამართავდება ერთი წამი თავი და მერე რაღაცა აი მერე როგორი მშობლობა გამოდის, იცი? აი ეს რაღაცა საზეიმოდ გაყვანები, ეს მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში იყო, ეს საზეიმოდ შაბათ-კვირას გავიყვან ბავშვს და ეს ჩამეთვლება ყურადღების მიქცევად. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს მუდმივი ჰარმონია. არავის არაფერი არ უნდა მოაკლდეს. მე ჩემმა ქმარმა არ უნდა მითხრას, რომ ნუ აკეთებ შენ საქმეს, მე არ უნდა ვუთხრა, რომ იცი რა შენთვის არ მცალია სამსახურში ვარ და ბავშვი არ უნდა გავიყვანოს ასეირნოდ მხოლოდ შაბათ-კვირას, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი. თუმცა რა თქმა უნდა ყოფილა ისეთი კვირები, რომ ისეთი გადატვირთული ვარ, რომ შაბათ-კვირასაც ვერ გავიყვანე ბავშვი. ისეთი გადატვირთული ვარ, რომ საერთოდ ვერ მივაქციე ქმარს ყურადღება, ან სამსახურს ყურადღება. აი ეს ბალანსი უნდა არსებობდეს, რომელიც ახლა მე ესე ჭკვიანურად ლაპარაკობ, მაინდამაც დაცული კი არ მაქვს. მეც კარგად მაქვს ყველაფერი არეული, მაგრამ იდეაში თქო, ანუ იდეალში ეს უნდა იყოს დაბალანსებული. მაქვს მე დაბალანსებული, ნუ რას უკაცრავად, საგიჟეთი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ანუ იმისკენ მივდივარ, რომ რაღაცნაირად ეს დავაბალანსო. I wanna take you somewhere, so you know I care. It's so cold and I don't know where. I brought you daffodils in a pretty string, but they won't flower like they did last spring. და აი ეს არჩევანს რო აკეთებენ ხოლმე, რომ ან კარიერა, ან ოჯახი, ან ესა, ну, ჩემში ეს არის ის, მე ამ არჩევანს ვერ გავაკეთებ, მე ყველაფერი მინდა და ერთდროულად მინდა და მგონია რომ მოვახერხებ. თუ მივხვდი რომ ოჯახს რაღაცა აკლდება, რა თქმა უნდა, გავწევ გვერდზე კარიერას, იმიტომ რომ მაინც თავარი არის ოჯახი ჩემთვის. რა თქმა უნდა. როგორი დედა ხარ? კაცი, მეგობარი თუ ორივე ერთად? ალბათ ორივე ერთად. რაღაცეებში მკაცრი ვარ, რაღაცეებში ძალიან მეგობრული ვარ. მე და ბენი ერთმანეთს კარგად ვაბალანსებთ. რა, რაღაცებში ბენი არის ძალიან მკაცრი, რაშიც მე არა ვარ მკაცრი და მე კიდე რაღაცეებში ვარ მკაცრი, რაშიც ბენი არ არის მკაცრი და ეს ერთმანეთში ბალანსდება. აი, მე მაგალითად არ ვარ მკაცრი თუ ღლიცინებს ბავშვი, აი თუ ღლიცინებს სადღაც მივედით კინოთეატრში და ღლიცინებს, აი არ ჩერდება, მე არა ვარ მკაცრი, მაგრამ იღლიცინოს. თავდაყირა დადგეს. ბენს შეიძლება დაიძაბოს, რომ გაჩერდი რაღაცა, მაგრამ მე მაგალითად საშინაო დავალებაზე შეიძლება მე უთხრა, რომ კაი ნუ ნერვიულობ, არ გამოგივიდა, ნუ გამოგივიდა. მან შეიძლება ბენი გამოხდეს, რომ მიდი ახლა რაღაცა. მე კვებაზე მაგალითად ბენი იძახის, რომ კაი ჭამოს რა უჭირს. არა, ხო არ გაგიშდი, მე აქ მემართა რა უნდა ჭამოს, კიდე ბურგერი უნდა ჭამოს და მან მე მეკეტება და მე ვიწყებ ჩხუბს, რომ სასწრაფოდ
დაამატოს კიტრი და პომიდორი და აი რაღაცებს ესე ვაბალანსებთ და მგონია რომ ალბათ ბავშვებნეულია. იცის ქართული. ესმის, მაგრამ არ ლაპარაკობს. როგორ აგიქვამს შენი შვილი შენს წარმატებას და რა გეუბნება? საერთოდ ვერ აგიქვამს. ანუ აი საერთოდ აზზე არ არის. ეხლა დედამისი რო იყო პარიზის მოდის კვირაელზე, მაგრად ფეხებზე კიდია. ერთადერთი უნდა და რატატუი რო ჩამომეტანა ეს თაგვირო არის, ხო იცი რეიმი რატატუის მულტფილმიდან ეგ ჩამოვიტანე, всё, მისია შესრულებულია, ძალიან კარგად ჩაიარა შენმა მოგზაურობამ, ესე იგი რახან თაგვი ჩამომიტანე. მორჩა, მან თავდება. რას ვაკეთებ მე სამსახურში? კაცმა არ იცის, ანუ იცის რომ მაკიაჟს ვაკეთებ, მაგრამ აი ესე რა, ალბათ ყველა დედა მაკიაჟს აკეთებს, აბა სხვას რას იზავენ და მიახლოებით ესეთი დამოკიდებულება აქვს. ერთადერთი ერთხელ სკოლაში კითხა თავის კლასელს, რომ დეშენ რატო არ იპრანჭება ესე ძალიან და იმან უთხრა, რა ვიციო, იპრანჭება, არ მგონიაო, რომ ისე იპრანჭებოდეს, როგორც დედა ჩემი და საწავსულიყავი და ის რომელ მტკვარში გადამხტარიყავი, რომელ ბუძოებში გადამხტარიყავი, არ ვიცოდი, იმიტომ რომ ეს რატო უთხარი მეთქი, ყოველს დედა თავისებურად გაპრანჭულია თქო და არაო, რა ვიციო, ფარშევანგი თავზე არ ედო დედამისო და ძალიან გაპრანჭული ხან, თუ TikTok-ი ისე კარგად გაჩნია, ორიგინალურად. ეს არის ჩემი ავტოტრეინინგი, აი ჩემს ხასიათზე მოვყავარ გაბრანჭვას, ეს რაღაცა იმისთვის კი არ ვაკეთებ, რომ ნახეთ როგორ მაცვია. ეს არის ჩემი რაღაცა შინაგანი სამყაროს, არ ვიცი, ნაწილი. Dressed up to pick my son up from school. Courir, partir. ქონდა ადრე შოქალაქში იცი რა მღრელა კოლექცია მქონდა საერთოდ. ეგ არის სხვა ძალიან საინტერესო თემა. მე მქონდა რაღაცა 50-მდე, შეიძლება მეტიც უკვე ბოლოსკენ, სათვალეების კოლექცია. ყველა იყო ისეთი, ანუ მინუსით და ცუდად ვხედავდი. სულ მეკეთა და ვცდილობდი რომ რაღაცნაირად ტანსაცმელში ამერია ეს სათვალეები. მე ორსულად რო ვიყავი, რა თქმა უნდა, იქ იმიტომ რომ მივედი უთხარი, იცით რა, მინუსი მაქვს და თუ შეიძლება მშობიარობა, იმიტომ რომ საქართველოში საკეისროს აკეთებენ. კაცი როგორ მიყურებდა, იცი, აი, გეგონება ჩინურად ვეუბნებოდი. რაო? მეთქარი ხო თქო მინუსი მაქვს და ალბათ საკეისრო უნდა გამეკეთოთ. რა, თვალში გაქვს მინუსი და საკეისრო უნდა გაკეთო, რას ნიშნავს? აუ მეთქი ეს დეგენერატია, ხა პროფესორი და ხო იცი საქართველოში ვინც არიან რა, ეს პროფესორი, მოასესორი, ყველა პროფესორი იძახის რომ საკეისრო გასაკეთებელი, როცა მინუსი გაქვს თვალში და ნუ მოკლედ ამ კაცმა შემოხედა და არ ვიციო მე თქვენი პროფესორიო 50 წელია ვარ გინეკოლოგიო, ამ მსგავსი არაფერი არ გამიგედა. ვიმშობიარე სათვალით. ანუ აი სათვალეც არ მომიხსნია, ისე ვიმშობიარე და რო ვიმშობიარე მას მე თვალი გამომისწორდა. სათვალე აღარ მჭირდება. და ამიტომ აღარ ვხმარობ აი რა უცნაური. ეხლა მე არ მინდა რომ ეს ყველა მიიღოს როგორც მაინდა-მაინც არიქა იმშობიარეთ ყველა, რა ვიცი მე, რასაც გეუბნებათ ექიმი, იმას მიყევით. ეხლა მე დამიჯერებთ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამერიკაში ეს პრაქტიკა არ არსებობს, რომ თუ თვალზე გაკლია, საკეისროს არ გიკეთებენ. ჩვეულებრივად იჭინთები. ნუ ვითომ მან თეორია რომ იჭინთები შეიძლება თვალში რაღაცა გაწყდეს თუ გადმოწყდეს და ნუ ჩემ შემთხვევაში არაფერი არ გამწყდა რა, თანდათან გამოსწორდა მხედველობა და რა ჩვეულებრივად ვხედავ ეხლა და სათვალე არ მჭირდება. კლავ მაქვს ის კოლექცია, მაგრამ ვეღარ ვიყენებ. რა გაკლია ყველაზე მეტად საქართველოდან? შაურმა, აქ შაურმა არ ვარგა. ეს არის საზიზღარში, არ ვიცი, ბევრი რაღაც, მეგობრები, ოჯახი, ქუჩები, სუნი, სარეცხი მანქანა ვიცი? სარეცხის მანქანა, ძალიან მაკლია. არა, ბევრი რაღაც არაც მაკლია საქართველოდან, რა თქმა უნდა, მაგრამ შაურმასაც ნუ დაუკარგავთ მის არაჩვეულებრივობას რა. ყველაზე გემრიელი მაინც საქართველოშია. საქართველოში ხო რაღაც მე ვფიქრობ, უნდა შევიტანოთ ეს ჩვენს კულინარიულ. მე გერმანიაში ვიყავი წელს შობას და ჭამე დონერი იქაური და მეგონა რომ საქართველოს იქნებოდა და არა, იყო რაღაც ჩვეულებრივი თურქული. ფუფ. და არა ვარგა. ჩვენია ნაღდი რა, კარგი.
მეოთხე თემა თქვა მედია, საზოგადოება და პირადი თვალსაზრისი. და პირველი კითხვა მაქვს, როგორ ხედავთ ეს ქართულ შოუ ბიზნეს და მედიის გარემოს შორიდან? იცი რა, ძალიან შეიცვალა სამყარო ზოგადად. ეხლა ჩემს შედარებით რატო ვიძახე ახალგაზრდობაში, ეხაც არ ამიშავს. კაი, აი ესე სადღაც 10 წლის წინ ყველაფერი იყო ტელევიზია, რასაც ტელევიზორში გეტყოდნენ, ეგ იყო, ხო? რასაც დაინახავდი ტელევიზორში, ეგ იყო. ეხლა უკვე ეგრე არ არის. ეხლა იმდენად შეცვლილი, ეხლა ცოტა ხნის წინ უყურებდი, რომ რაღაცა ჰოლივუდის ვარსკვლავმა მიიღო $2 მილიონი ანაზღაურება ფილმში, რომელშიც იმუშავა 3 წელი, აი 3 წელი იმუშავა ფილმზე, დაიზეპირა სიტყვები, შეიცვალა ყველაფერი, რაღაც გახდა, გასუქდა, არ ვიცი მე, გარდაიქმნა და 2 მილიონი მიიღო. ამ დროს TikToker-მა ერთ ცეკვაში მიიღო 20 მილიონი. ანუ იმდენად შეცვლილია ეს სამყარო, რომ ხვდები, რომ რაღაცა shifti მოხდა რა. ეხლა ეს არის სოციმედია გახდა ჩვენი ტელევიზიაც და ყველაფერი და ნელ-ნელა, ნუ რას ლაპარაკობ, პრეზიდენტები თვითავენ რაღაცებს და აღარ გამოდიან პრესკონფერენციაზე, გამოფრანჩულებს. X-დებენ ყველაფერს X-ზე. ხო, ანუ ყველაფერი იქ წყდება საერთოდ და დაუბომბოთ თუ არ დაუბომბოთ, წყდება სოცქსელზე და შენ ამას კითხულობ, სკროლავ და ვაი ბომბავენ. რაღაცას აკეთებ. აი, მიახლოვებით ეგეთი სიტუაცია და შესაბამისად სოცქსელებიც რა, უცბად არამსახიობი, არა რაღაცა ინფლუენსერი ხდება ცნობილი უფრო ვიდრე არ ვიცი მე, სოფიკო ჭიაურელი რომელმაც დახარჯა მთელი ცხოვრება თამაში და რაღაცაში, ან არ ვიცი მე ვიღაცა მუსიკოსი ან რაღაც ძალიან შეიცვალა, ოღონდ სუდი კი არ არის ეს. მე მომწონს რაღაც მხრივ. რაღაცნაირად იყო ტელევიზიაში, ანუ ჩემ თავს ჩავთვლი, ცოტა დამაბნეველია. ანუ არ იცი რა ქნა ვიცეკო? აქ ხარ? კი. აიცი შესავით. ხო და ვიღაცებისთვის ჩემსავით ვინც რაღაცა ტელეწამყვანობდა ან მსახიობობდა, უცბად ძალიან დაბნეული ხარ. ანუ ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა ვიცეკოთ ეს TikTok-ის ცეკვა თუ რაღაცა და აი ძალიან არ იცი რა აკეთებ და მაგრამ არა უშავს, აუ მაგასაც რაღაცნაირად ფეხს მოვიდგავთ და ვისწავლით. დაგეწევით Gen Z-ს. ჩემი დამყავს მაგისთვის რაღაცები ვიცი, რაღაცები მქრინჯავს. რაღაცები მოსეკედრეები ვიცი. რაღაცები მოკლედ გასლაითინგები და რაღაცები ვისწავლე უკვე რა. Red flag-ი. red flag-ი, green flag-ი მორჩა მაგით შემიცოდ. რაღაცებს ვისწავლე აი მე ჯენზი ვარ, მაგრამ მეც ახლა ვსწავლობ ჩვენს ენას. ხო, ან რაღაცა ტერმინოლოგია არსებობს, რომელიც აი ცოტა შეურაცხყოფელი გონია და თურმე გაქებენ. ანუ აი მგონია უი დედა შემაგინა და დავინახე ბებია ჩემი როგორ ხედავდა, მე რო ველაპარაკებოდი ხოლმე რაღაცეებზე და აი მე შვილო რა სიძახი და ეხა მე ვარ ის შვილო. რა თქვი ხა? შემაქე კაი. აი რაღაც ესეთია. ძალიან შეიცვალა რა, შეიცვალა და ეს ძალიან ბუნებრივია და ძალიანაც კარგია და უნდა ავყვეთ ყველაფერ ახალს და თანამედროვეს, რატომაც არა. არის თუ არა საკმარისი სივრცე ქალებისთვის, რომ აკეთონ ის, რაც უყვართ? სივრცე საკმარისია, თავარია მოინდომონ, რა თქმა უნდა, უფრო რთულია ვიდრე მამაკაცისთვის, რომ აკეთონ ის, რაც უნდათ, იმიტომ რომ განსაკუთრებით საქართველოში რატომღაც სტერეოტიპი კიდე არსებობს, აი რაღაცა მასთან მქონდა რა, ხელოსანთან მქონდა რაღაცა საქმე და რა ვიცი, ვინმე კაცი არ არის რომ დამელაპარაკოს, ანუ შენი დედა მე ვერ გელაპარაკები, ვერ გიხსნი, ვერ გიხთი, რა თქინდა კაცი რომ დაგელაპარაკოს, ანუ აი რა ხდება, ჭუჭუებით ეზომებით, თუ აი რა ამბავია, ანუ რატო გჭირდება, ისე ვერ ამიხსნი იქ რაში გიხდი და მაგრამ ეს რაღაცა რა თქმა უნდა არსებობს, რა ანუ სერიოზულად თუ ლაპარაკობ ვიღაცა კაცი მოვიდეს და კაც დაველაპარაკო, რატო? იცი როგორ სერიოზულად დაგელაპარაკები, ანუ აი მაგრამ არა უშავს, ესეც ამასაც იმას ვიზამთ რა ქვია, მოუღრიცავთ კისერს რა. მე მგონია რომ თუ რაღაცის გაკეთება გინდა, ქალმა უნდა გააკეთოს. თუ რაღაცის ტექსტის დაწერა გინდა და რაღაცა ბოდიალი და სადღიგრძელო კაცმა უნდა გააკეთოს, დიდი ბოდიში მამაკაცებმა. ისე კარგად ამათოს. სხვათა შორის მეც მყავს ერთხელ დაგდებული თამა და ერთ-ერთ ქორწილში. ისე კარგად მოუღრიცა კისერი და ისე ბარბაცი წავიდა და მე ჯერ ძალიან კარგად ვიყავი, რომ მეტი რო არ შეიძლება და რა. ხედავ, აჩახდედა. აბა რა. Woman power. Yes.
ყოფილა შემთხვევა, როცა გულწრფელობამ პრობლემა შეგიქმნა? კი, სულ ყველგან და ყოველთვის, იმიტომ რომ ჩემ ენას არც ძვალები არ აქვს, არც თავი და ბოლო არა, აი ხანრას დავაბრეხვებ და მე როგორც თქვენ იტყოდით, ვქრინჯავ საკუთარ თავს, მე 24 საათი ვქრინჯავ და ვერ ვჩერდება ეს რაღაცა ის არ გამომდის რა, გავიაზრო, დავალაგო, თქვა, ალამაზად გამოვიყვანო სიტუაცია. ხო იცი, რაღაცებს სულ უყურებ ხოლმე მიგდებს TikTok-ზე, ვიღაცა მე ლამაზად შეფუთეს რაღაცა ტყუილი. აი ძალიან არ გამომივარ, გამეცინება, გადავყირავთ, არ არსებობს, არ გამომივარ და ამიტომ მაგის დაცვაფერა რა ვქნა. მე კიდევ სიტუაციებშიც მეცდება ბავშვი თუ წაიქცევა, მეცინება ისტერიულად. ხო, ანუ თუ გეცინება რა სიზამ, ხო შენ ბოროტი ყოფილ ხარ, მაგრამ არა უშავს, კაი, შენ მაგაზე გეცინება. ყველა სხვადასხვა რაღაცაზე გეცინება. მე რაზე მეცინება? არა ის ბავშვი რო წაიქცევა არ მეცინება, მაგრამ ეს ალბათ დედული ინსტინქტია, რაღაცებზე მეცინება. რაღაცებზე ძალიანაც მეცინება, გააჩნია. ეხა ისე ვერ ვიხსენებ ფრაზე, მაგრამ ნუ რაღაცებზე. ჩემ გულწრფელობაზე რო ჩავსვა, მე ვიაზრებ რა უნდა ვთქვა. მაგრამ სხვა რაღაცა მოდის? არა, ანუ ვიაზრებ, აი, თუნდაც არ გამიგონ რა, ანუ სოფტვერი. ყოჩა, მე ვერაფერს ვერ ვიაზრებ, პირდაპირ ბრახ და ვიძახი. ხანდახან ვეცლო გეკითხება. მე მგონი ყველას გვაქვს, მაგრამ ზოგს აქვს რაღაცნაირად ეს კონტროლის ქვეშ და ზოგს არ აქვს კონტროლის ქვეშ. აი მე უკონტროლო, no control whatsoever ესე ვარ. რას ელი საზოგადოება შენგანს ყოფილებას თუ გულწრფელობას? არ ვიცი, ეს საზოგადოებას უნდა კითხო. აუ ძალიან გთხოვთ, საერთოდ ნუ რაფერს ნუ ელით, იმიტომ რომ მეც არ მაქვს არანაირი დიდად მოლოდინები და ნუ რაფერს ნუ ელით ჩემგან. ახალ პროდუქციას დაელოდეთ, ეხლა გამოდის ძალიან მალე, ისეთი მაგარი, რომ ვაუ. აი მაგას დაელოდეთ და გულწრფელობას თუ რა იყო მეორე? სრულყოფილება. სრულყოფილებას ნამდვილად ნუ დაელოდებით ჩემგან. სრულყოფილებისგან ძალიან შორს ვარ. ისე გულწრფელი ხარ? გულწრფელი უფრო ვარ, ვიდრე სრულყოფილი. აი სრულყოფილი არა ის კიდე. მეხუთე თემა მაქვს მომავალი და შთაგონება და პირველი კითხვა მაქვს რას ისურვებდი რომ ხალხი შენ შესახებ გრძნობდეს და არა მხოლოდ ხედავდნენ. რას ვისურვებდი რომ როგორ? რომ ხალხი შენ შესახებ გრძნობდეს და არა მხოლოდ ხედავდნენ. აუ იცი რა, ეგ არის ძალიან საინტერესო კითხვა. ცოტა ხნის წინ მეზობელმა დამიკაკუნა, სხვა შეს ამერიკაში ხდება ხოლმე ეგეთ რაღაცები და რაღაცებს მელაპარაკება და მოხუცი ქალია და მეთქი როგორ მსიამოვნებს, თქო რა სასიამოვნო ის გაქვთ აურა თუ რაღაცა და მითხრა რომ ხო აი რომ მოვკვდებიო არ მინდაო რომ ვახსოვდეო როგორც აი კარგი ფიზიკოსი ან კარგი რაღაც მინდა რომ ჩემი რაღაცა დადებითი ახსოვდეთ და აი მეც მინდა რომ რაღაცა დადებითი შეგრძნებები ქონდეთ ჩემს მიმართ და არა რაღაცა ყოჩაღი ნუ კი მიაღწია რა აი რაღაცა ეგეთი არ მინდა რომ რაღაც დადებითი შეგრძნებები იყოს აი ალბათ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ხო ყოლია ვიღაცა მეგობარი რომელიც მესიჯიც რომ მოგდის უცბად ანუ რაღაცა პრობლემასთან არის კავშირი რა აი რაღაცაზე არ უნდა იწუწუნოს ან რაღაცა არის იმის მიხედვით რომ შეიძლება ძალიანაც წარმატებულია ძალიანაც მაგარია და ძალიანაც გიყვარს მაგრამ აი შეგრძნებები რა აი ვიღაცა რო გწერს ვიღაცას რო ამოგიგდებს და აი სკროლავ და ამოგიგდებს და იცი რომ რაღაცა ნეგატივია ან იცი რომ რაღაცა სიყალბეა ან იცი რომ რაღაცა ის არის ან აი მინდა რომ ჩემთან იყოს ასოციაცია რომ კარგ ხასიათზე დადგები რა მე კარგ ხასიათზე ვიღაცა კარგი როგორ მიხარია ნახე აი ეს ძალიან კარგია ესე იგი ვიღაცას კარგ ხასიათზე და მართლა ყურებადი ხარ იმიტომ რომ ვუყურებ შენს ყველა ვიდეოს თუ ინსტაგრამზე, TikTok-ზე, Facebook-ზე და ერთადერთი ხარ, მე მგონი, ქართულ შოუ-ბიზნესში, რომელიც არასდროს ჭორი არ ყოფილა შენზე ცუდი. მართლა? კი, ანუ არც გამიგია. რა კარგია. ძალიან მიხარია. ეხლა ნახე ეს გავა ეთერში და იტყვიან. არაფერი არ მოგვიფიქრებია, მოიცადე სინამდვილეში რაღაცას მოიგონებენ. კი, მაგრამ აი ნახულობ მე. მოიგონებენ.
და მოიგონონ, მე არ მოწუხებს. მე სიამოვნებს ყველანაირი ჭორები. რახან შენზე ლაპარაკობენ, ესე იგი შენ აინტერესებს, ხო? ესე იგი ვიღაცას აი წარმოიდგინე, ადგა და დაჯდა და იფიქრა და რაღაცა თქვა. მე ხო არ ვზივარ, არ ვფიქრობ და არავის ერთხს არ ვიძახი. იქ ყველაზე მაგარი მიღწევა. ხო, ალბათ არ ვიცი. ნუ მე არ მწყენს ყოველ შემთხვევაში. მაგარია. მე მაგათაც წინ ხოლმე რაღაცები. არა, რატო გწყენს? ნახე ოსკარ უაილდმა რა სწორედ თქვა, რომ როგორ უნდა გეწყინოს აი იმ ადამიანისგან, რომელიც შენით არსებობს, ხო? ანუ შენზე რო საუბრობს, ესე იგი შენით არსებობს და რატო უნდა გეწყინოს? პირიქით, ეს არის რაღაც კომპლიმენტი. აი შენზე რო არ ილაპარაკებენ, ეს ძალიან ცუდია. კაი რაღაც ვთქვი. გაქვს გეგმები, რომ უფრო აქტიურად დაუბრუნდე ქართულ მედიას ან შოუ ბიზნესს? სად არის ქართული მედია ან შოუ ბიზნესი? ტელევიზია აღარ არსებობს საქართველოში. რა ტელევიზია არსებობს? გასართობი ტელევიზია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ხო? რაღაცა 3 გადაცემა და ერთი და იგივე არის. თუ მე ვფიქრობ, რომ ეხლა მთლიანად არის ეს სოციქსელებში გადასული და რაღაცებზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ ისეთია, ჩანასახშია ეს ყველაფერი. როგორ ხედავ საკუთარ მომავალ ბიზნესში, ხელოვნებაში თუ ახალ პროექტებში? ნახოთ. არასდროს არ თქვა არასდროს. ერთი თვით ადრე, ვიდრე დავიწყებდი ნუკი კოსმეტიკს, რომ გეკითხა, ხედავ თუ არა შენ თავს ბიზნესში, გეტყოდი რომ არა, თქო და მე 2 თვეში გამოვიდა ნუკი კოსმეტიკს. ამიტომ მე ხოწები ესეთი კითხვები არ დამისვა. არავინ არ იცის სად ხედავ ჩემ თავს. შეიძლება ხვალ რაღაცა სამშენებლო მაშინ დავიწყო მუშაობა. კაცმა არ იცის. რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ, როცა ყველაფერი წინ გელოდა? 10 წლის წინ რას ვეტყოდი, იცინე, მე ყოველთვის ვეტყვი ჩემ თავს, არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ვარ, დიდი ვარ ეხლა დღეს, ხვალ ყოველთვის ვეტყვი, ბევრი იცინე, საკუთარ თავზე იცინე, ყველასთან ერთად იცინე, სიცილი და იუმორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ აქვს მნიშვნელობა, რას მიაღწევ, როგორ გააკეთებ, რა გზას აირჩევ, მთავარია შეძლო რომ გაჩერდე და იცინო. ჩემს სიცილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემ საკუთარ თავს დავცინი 24 საათი და ყველაფერზე ვიცინი, პრობლემებზეც ვიცინი და ბედნიერებაზეც ვიცინი. ამიტომ 10 წლის წინაც ვეტყოდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, იცინე რა. სიცილი მაგარი თერაპიაა. თან მაგარი თერაპია. კი, ყველაზე კაი, ყველაზე მეტად მიყვარს მეგობრები, რომლებთანაც ერთად ვხარხარებ. ისინი კი არ არის რაღაცა გვარში, ხარში მიდგას, როცა გაჭირო, არა. მისთანაც ვიცინი, ის მიყვარს ყველაზე მეტად. ბოლო თემა გვაქვს დღევანდელი საქართველოს შიში თუ თავისუფლების ძიება. ეს ყველაზე აქტუალურია ეხლა ეს წელია. ძალიან გული მწყდება იმაზე, რაც ხდება საქართველოში. მე მგონი ორი აზრი არ არსებობს, რომ არ არის კარგი ვითარება. ის რომ ასე არის გაყოფილი საზოგადოება, ეს არის ძალიან მტკივნეული და გულდასაწყვეტი. მე მგონი ყველა ცალსახად ვთანხმდებით იმაზე, რომ სიტყვის თავისუფლება უნდა არსებობდეს, რომელიც ახლა იგრძნობა რომ არ არის. შიში არ უნდა არსებობდეს და შიში არსებობს, ესეც არ უნდა იყოს. და ესეთი გაყოფა არ უნდა იყოს რა. მე მგონია რომ ყველა ვთანხმდებით, რომ ყველას გვინდა ნათელი მომავალი ქვეყნისთვის, მაგრამ პროპაგანდისტური რაღაცა მხარეები ამას თავგზას უბნევენ ადამიანებს და ამაზე მაქვს კითხვები. როგორ ხედავ იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, დაჭერები, შიში, პროტესტი, როგორია ეს შენს თვალში უკვე 57 პოლიტპატიმარი გთხოვს? საშინელებაა, ძალიან დიდი ტრაგედიაა და არ ვიცი. აქედა აი ამ ტკივილს როგორ უნდა გავუძლოთ, ვერ ხვდები, მაგრამ ეს ადამიანები არიან, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება აქვთ და სიცოცხლე აქვთ და ისინი შეეწირნენ ამ რეალობას და ძალიან მტკივნეულია და ძალიან გულდასაწყვეტია. რომ წარმოიდგენ, რომ ვიღაცა ახლა მიდის ციხეში 5 წლით, 4 წლით, თუნდაც 1 წლით, ეს მათი ცხოვრების უმეტესობა უნივერსიტეტში სწავლობს, ძალიან განათლებულია, ძალიან ყოჩაღია და ამას რო ხვდები, რომ ეს მათი ცხოვრებას ესე ართმევენ, ეს ძალიან მტკივნეულია და ძალიან გულდასაწყვეტია. არ ვიცი რა გითხრა. ძალიან მაშინებს და ძალიან გულს მტკენს ეს ყველაფერი. სიტყვის თავისუფლება აქვს შენ შეძღუდა და გონია რომ სიტყვის თავისუფლება რეალურად საფრთხეშია, ხო? რა თქმა უნდა საფრთხეშია, იმიტომ რომ რაღაცა რო თქვა არასწორად და ვიღაცას რო არ მოეწონოს, შეიძლება ისე დაგიტრიალდეს, რომ მეტი რო არ შეიძლება და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს სიტყვის თავისუფლება. მე საფრთხეში ვარ, იმიტომ რომ
ეს გადაცემა არის საზოგადოების ხმა და ყოველთვის ეხა მეუბნებია რომ ოპოზიციას აპიარებო და მართული ხარო ანუ არ მოსწონთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ხო და ძალიან ცუდია ეს, უნდა მოგწონდეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი. მე მაგალითად შევდივარ ხოლმე იმ არხებზე, რომელსაც არ ვეთანხმები და სპეციალურად ვკითხულობ კომენტარებს, რომ არ ვიყო რაღაცა მიკერძოებული ერთ მხარეს და თავისთავად ვარ მიკერძოებული ერთ მხარეს, მაგრამ მინდა რომ რაღაცა გავიაზრო და დავინახო, არ მინდა რომ რაღაცა ბრმად ვიყო ერთ მხარეს და მათაც ვურჩევ, რომ აბა კარგად გამოიხედეთ, შეიძლება შეგეცვალოთ თქვენ წარმოდგენა, იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ ეს ბავშვები ვინც ახლა დაჭერილები არიან იყვნენ მაინდა-მაინც ბოროტ მოქმედები ეს პროპაგანდაა და ტყუილია ისინი არ არიან ბოროტ მოქმედები ისინი უბრალოდ გამოვიდნენ და თავიანთ პოზიციას გამოხატავენ და ამისთვის არ უნდა ევროპა მთელი მომავალი უნდა ხო ის რაც სხვათა შორის ჩვენ ვართ ევროპა ჩვენ ვართ ოჰოჰო როგორი ევროპა ჩვენ გვეკუთვნის ევროპა მარტო ვაიმე აი სხვათა შორის ეს რაღაცა წარმოდგენა არსებობს, რომ ევროპა არის გარყვნილება და რაღაცა. არა, მეგობრებო, მე ევროპას სხვანაირად ვუყურებ. მეც როგორ ვუყურებ ევროპას? ევროპა ნიშნავს, რომ ბებია სადღაც შორს სოფელში კბილებს გაიკეთებს უპრობლემოდ. მისი შვილი წავა და ისწავლის ძალიან კარგად. მანდარინებს გავყიდით უფრო მეტს, იმიტომ რომ გავიტანთ საზღვრებს გარეთ. ვიღაცამ დაგვაფინანსებს და მოგცემს საშუალებას, რომ ბიზნესი ვაწარმოოთ, მათ ვისაც ახლა ძალიან უჭირს. ეს ამაზე არავინ არ საუბრობს და არავინ არ ლაპარაკობს. ყველას გონია რომ ოპა ევროპაში შესვლა ნიშნავს რომ დაქორწინება მამაკაცსა და მამაკაცს შორის არის ან ქალსა და ქალს შორის. ეს არ არის ევროპა. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში საერთოდაც არ არის ეს დაშვებული. მაგრამ იმავე ქვეყნებში დაშვებულია რა? რომ კონდეს მაღალი პენსია. შენ ხუმრობ საქართველოს პენსია რო კონდეთ 3000 ლარი. ცუდი იქნება? ძალიანაც კაცი იქნება. და ეგ არის ევროპა. ჩვენ ეგ ევროპა და მე ეგ ევროპა მინდა თორე ხა მე ქალთან დაქორწინებას არ ვაპირებ და სულაც არ არის ეს სავალდებულო. ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მაგის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მინდა რომ მათ მივახვედრო ვინც არის ამის წინააღმდეგი, რომ არ ნიშნავს ევროპა ქალსა და ქალს შორის ევროპაში და ჩემი და სადაც მუშაობ ეგ შემოვიდნენ პენსიონერები კაფეში, კაფეში და პირდია უყურავთ, იმიტომ რომ გამიკვირდა, რომ საქართველოში ეგეთი რაღაცა არ ხდება, რომ გაჭირვებაა საქართველოში. საქართველოში მოხუც უჭირს, საქართველოში თუ შვილი არ დაეხმარა, ან შვილი არ დაეხმარა, უჭირს, ესე არ უნდა უჭირდეს. ჯანდაცვა უნდა არსებობდეს. საქართველოში ჯანდაცვაც ნორმალურ მდგომარეობაში არ არის. რაღაც რომ დაგემართოს გეშინია, რომ ან როგორ გადაიხდი ოპერაციის ფულს, ან თუ გადაიხადე, სად მოხვდები? თუ მოხუცი ხარ, ვერ მოხვდები ფოე კარგ კლინიკაში საქართველოში და კარგი დაზღვევა შეიძლება არ გქონდეს. მოკლედ, ბევრი რაღაცა არის, რაც მინდა რომ არსებობდნენ. მე რა შუაში ვარ, მე ნუ კი ვარ კოშკებში. ვის რა ჩემ ფეხებად აინტერესებს, ჩემი აზრი პოლიტიკაზე, ხო, რაც არ უნდა ვიყვბედო, არავის არ აინტერესებს. ვიღაცები უნდა არსებობდნენ რეალური პოლიტიკოსები რა, ოღონდ ნორმალურები, რომლებიც გამოვლენ და ამას ახსნიან, რომ ადამიანებო ეს არ არის ბრძოლა სკამების მისაღებად და ფულის ასახევად, რაც ძირითადად ხდება, ხო? მე შეგრძნება მაქვს, რომ ვიბრძვით იმისთვის, რომ აბა ვინ უფრო მეტ ფულს აახევს ხალხს. ვინ უფრო მაგრად ხო და ეგეთ პოლიტიკაში არ მინდა. ხო, დაჭამენ ხალხს, ორივე მხარესთან რაც თავარია. ორივე მხარეს. ანუ ორივე მხარე არის დამნაშავეები, იმიტომ რომ ორივე მხარე აკეთებს ან დიდ როლს და ჩვენ ერთმანეთს დაგვაპირისპირებთ და თვითონ კარგად იყვნენ. რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ გააცნობიერეთ, ახლა არსებობს ინტერნეტი, არსებობს ხელოვნური ინტელექტი, თქვენ თვითონ მიიღეთ ინფორმაცია და ჯობია რომ აი გააცნობიერეთ და ნუ უჯერებთ ყველაფერს. მეც ნუ დამიჯერებთ ახლა რასაც უყურებთ. თქვენ თვითონ და რატო უნდა დამიჯეროს? აი რატო უნდა დაუჯერო ვიღაცას, ვინც გელაპარაკება ტელევიზორიდან ან ტელეფონიდან. ადექი და შენ თვითონ გამოიკვლიე, შენ თვითონ გაარკვიე. ჯობია, რომ შენი აზრი შეგექმნას, შენ თვითონ გაარკვიე. ხო. როცა ასეთ ამბებს შორიდან უყურებ, იჩდება ბრალდება თუ იმედი? ორივე. იმედიც მიჩნდება და ზოგჯერ უიმედოთაც ვარ გააჩნია. შენ რომ მათ იყო ახლა როგორ რეაგირებდი? გახვიდოდი პროცესზე თუ სხვაგანად გამოხატავდი? როცა ვიყავი პროცესზე გასული. დეკემბერი გავატარე მთლიანად რუსთაველზე.
სამწუხაროდ მე არ ვიცი რომ გერმანიაში ვიყავი და იმის მაგირად რომ გაფრთხობილიყავი, სულ ვუყურებდი ტელევიზორს. მე მგონი ყველა, ხო, წინა დეკემბერი მე სულად გავატარე რუსთაველზე. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა აქ ვარ. ჯოჯოხეთი იყო ეს დეკემბერი. ნამდვილად ძალიან რთული დეკემბერი იყო. ნამდვილად. რატო გგონია რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ ასეთ რეალობაში ვართ და თავისუფლებისთვის ბრძოლა თავიდან იწყება? იცი რა არის საქართველოს სამწუხაროდ არ გაუმართლა და სულ რაღაც ისე ტალღებში ვართ და არ ყავს ჯანსაღი ოპოზიციაც არ ყავს ისეთი რომელიც შეძლებს რომ ჯანსაღი იყოს. აი ხა ვინ არის აბა ოპოზიციაში? ხალხი ვერ დადგება და ვერც ვერ იზამს. ამიტომ ძალიან რთულად არის საქმე და კიდევ ერთხელ გავამეორებ, მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც ამაზე უნდა ლაპარაკობდეს. როცა ვხედავ ხოლმე სხვა ვიღაცა ჩემსავით შემოქმედებს რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, ცოტა მგონია რომ არაკომპეტენტურია და ჯობია რომ გავჩუმდე და რაც ვიცი იმაზე ვილაპარაკო. აი, შემაჯამებელი კითხვა მაქვს და თუ ამ წუთას ყველა გისმენს საქართველოდან დაწყებული ემიგრაციამდე, რა გინდა რომ მათგან დღეს დაიმახსოვრონ? შენი სიტყვა, შენი გზა თუ შენი სიმტკიცე? ჩემი სიტყვა, ჩემი გზა თუ ჩემი სიმტკიცე? ალბათ ჩემი არ ვიცი. მაგრამ რა რთული კითხვაა? რას მიკეთებ? არ ვიცი. ალბათ თავიანთი ჯობია რომ დაიმახსოვრონ ყველაფერი, იმიტომ რომ საკუთარ თავზე უკეთესად სწავლობ ვიდრე სხვაზე. ჩემი დასამახსოვრებელი არ ვიცი რა არის. არც სიტყვა არ მგონია იყოს დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ სიტყვა იცვლება ყოველთვის, ზოგჯერ ესე გონია, ზოგჯერ ისე გონია. გზა ყოველას თავისი აქვს გასავლელი და ვერ შეადარებ და სიმტკიცეს რაც შეეხება, სიმტკიცე მნიშვნელოვანია. უნდა გქონდეს შენი სიმტკიცე და შენი ღერძი და რაღაცის უნდა გჯეროდეს და მტკიცედ უნდა იდგე. თუმცა ეგეც ცვალებადია ხანდახან. ამიტომ ალბათ ჯობს რომ თავიანთ თავში იპოვონ გზაც, სიმტკიცეც და სიტყვაც და ეგ უფრო მე მინდა რომ მე ვიყო მათთვის мотиваცია იმისთვის რომ საკუთარ თავებში ჩაიხედონ და არა ჩემსაც შეხედონ. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შენ. ძალიან მიხარია რომ შემოწმარე ვიყავი და მაინტერესებს რა გამოვა. აუცილებლად YouTube-ზე დაიდება და გამოგიგზავნი კიდევაც. აუცილებლად. ჩვენს აქვს ქვია სოციუმი და გამახარებ თუ გამოგვიწერს. აუცილებლად გამოგიწერს აბა რას ვიზამ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დიდი წარმატებებს გისურვებთ. ეს არის სივრცე, სადაც ყველა ხმა ერთად ქმნის სიმართლეს. ყველა სართულზე ყველას ხმა ერთნაირია. სტატუს მნიშვნელობა არ აქვს, თითოეულის ხმა მნიშვნელოვანია.